სამშვიდობისა მოგესალმებით. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ. დღეს ამ საღამოზე მობრძანებისთვის, ცოტათი ვიცი რომ და ვხედავ რომ მაღალი ტემპერატურა ჩვენს ქალაქში გვაწუხებს, თუმცა ძალიან მალე საკონცერტო ნაწილზე გადავალთ და ყველა ერთად ვისიამოვნებთ და ეს უსიამოვნო გარემოებაც აღარ შეგვიშლის ხელს ვიმედოვნებ. რაც შეეხება უკვე საკონცერტო ნაწილს, როგორც მოგეხსენებათ, ფესტივალი იმერეთის ხმა 10 წლის გახდა საიუბილეო წელი აქვს წელს. და არ იქნება ფესტივალის სახით, იქნება კონცერტის სახით წარმოდგენილი და ძალიან მალე მე არ შეგაწყენთ ბევრი საუბრით თავს და ძალიან მალე გადავალთ სწორედ საკონცერტო ნაწილზე და მოისმენთ ყველა იმ შესანიშნავ და უნიჭიერეს მომღერალს, რომლებსაც წლების განმავლობაში მიუღიათ ამ ფესტივალში მონაწილეობა და ზოგი გამარჯვებულია, ზოგი უბრალოდ მონაწილე, ყველას რა თქმა უნდა იხილავთ სცენაზე. მინდა მადლობით დავიწყო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო სასტუმრო არგოს და მის მენეჯერს გალბატონ ნათია კახიანს, რომელიც მას მიცლობს დღევანდელ კონცერტს და ასევე ბუნებრივია მადლობა უნდა ვუთხრათ უნიჭიერეს კომპოზიტორს გალბატონ ნანა იამანიძეს და უნიჭიერეს მომღერალს ბექა ბანძელაძეს, რომლებიც გახლავთ დამფუძნებლები ამ ფესტივალის და წლების განმავლობაში, 10 წლის განმავლობაში თქვენ მაყურებლებს, მსმენელებს გთავაზობთ ამ უდიდეს ფესტივალს, რომელსაც რა თქმა უნდა ის სახელი აქვს, რა სახელიც გამოც დღეს თქვენ აქ იმყოფებით ყველა ერთად. 12-ვე მუნიციპალიტეტი იმერეთის დღევანდელ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას და მოკლე ისტორიას გაგაცნობთ ფესტივალის. ფესტივალი იმერეთის ხმა არსებობს 2014 წლიდან და მოიცავს იმერეთის რეგიონიდან 12-ვე მუნიციპალიტეტს. ამ ფესტივალმა მომავალ თაობებს გაუღვიძა ქართული სიმღერის სიყვარული. ქართული სიმღერა, როგორც ცნობილია, ქართველი ხალხის ეროვნული ინდივიდუალობის საუკეთესო გამომხატველი და მახასიათებელია. გენეტიკურად ქართველებისთვის სიმღერა ცხოვრების აუცილებელი თანამგზავრია და სწორედ ასეთი სუფთა ქართული პროექტი იმერეთის ხმა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ახალგაზრდა თაობის გემოვნების ჩამოყალიბებაში. ფესტივალში გამარჯვებულები დიდი წარმატებით გამოდიან ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა პროფესიულ სცენაზე. ფესტივალის შეუცვლელი პირობაა ცოცხლად შესრულება ბენდთან ერთად, რაც უდაოდ დიდი საქმეა მომავალი თაობის გემოვნების განვითარებაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ფესტივალის ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე გახლავთ ჩვენი სახელოვანი ლეგენდარული კომპოზიტორი ქალბატონი მარიკა კვალიაშვილი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება. ჟიურის წევრები კი საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მომღერლები და მუსიკის მცოდნეები არიან. ფესტივალის დაარსებიდან 10 წელი გავიდა და დღეს საიუბილეო საღამო იმართება ულამაზეს ზღაპრულ გარემოში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე ანსამბლები. როგორც მოგახსენეთ, არ მინდა რომ ბევრი საუბრი თავი შეგაწყინოთ და შეგვიძლია უკვე კონცერტის მსვლელობას მივყვეთ და პირველი მუნიციპალიტეტი მოვიწვიოთ და მათი წარმომადგენლების სცენაზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტს უნდა მივესალმოთ თქვენი აპლოდისმენტების ფონზე. კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი ჰარმონია და ანი კამლაძე მინდა მოვიხმოს სცენაზე. გთხოვთ და შეასრულოთ სიმღერა ჩვენი მაყურებლებისთვის. Sada di leosi
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ დავაჯილდოვოთ აპლოდისმენტებით ანი კამლაძე ანსამბლ ჰარმონიას ვიტოვებთ სცენაზე რომ ეს ჰარმონიული ხმები კვლავ მოისმინოთ და როცა ბოцხვეკიძე მინდა მოვიწვიოს სცენაზე ანსამბლ ჰარმონიასთან ერთად შეგისრულებთ ყველასთვის საყურად სიმღერას ერთ კლავიშებს დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნუცა ბოцხვეკიძეს და ანსამბლ ჰარმონიას რომელთაც აუცილებლად კიდევ ერთხელ ვიხილავთ ჩვენს სცენაზე დღეს თუმცა ვიდრე ისინი დაბრუნდებოდნენ სცენაზე მინდა წარმოგიდგინოთ კესო თუთბერიძე და ნათია აბაშიძე ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან რომლებიც შეასრულებენ სიმღერას
შვიდი და დუნდიცა